ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა ბრძოლის რომელ გზას დაუჭერს მხარს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ხვალ გახდება ცნობილი. მისი პლატფორმის წევრთა უმრავლესობამ კი უკვე დაიწყო თვითმმართველობის არჩევნების წინააღმდეგ კამპანია. ისინი 19 ივლისს სინდისის პატიმრების ოჯახებთან, აქტივისტებთან და სტუდენტებთან ერთად საპროტესტო აქცია მარშს გამართავენ. შეკრების მთავარი გზავნილი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი იქნება. გიორგი კიკაბიძე ესაუბრა პარტიებს, რომლებიც 4 ოქტომბრის პროცესში მონაწილეობას არ აპირებენ და არჩევნებს ოლიგარქის რუსულ სპეცოპერაციას უწოდებენ, როგორია მათი შეფასებები, ის გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში. 8 პოლიტიკური პარტია მიიჩნევს, რომ არ თანამშრომლობა და ბოიკოტი არის ერთადერთი გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს დაასუსტებს და დაამარცხებს კიდევაც. სწორედ ამიტომ მათი თქმით აუცილებელია აქტიური მოქმედება, მათ შორის აქციები და მსვლელობები. ისინი აპირებენ, რომ აუხსნან მოქალაქეებს, რატომ არის საერთო ბრძოლისთვის დამაზიანებელი მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა. 19 ივლისს 19 საათზე შევიკრიბებით უნივერსიტეტის ეზოში და გავემართებით პარლამენტისკენ მარშით ადამიანები, რომლებსაც მიგვაჩნია, რომ ეგრეთ წოდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წარმოადგენს რუსული სპეცოპერაციის ნაწილს, შესაბამისად, მასში მონაწილეობის მიღება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოება ვფიქრობ, რომ ერთსულოვანი იქნება და ამას ადასტურებს უკანასკნელი კვლევაც, რომელიც გუშინ უკვე ძალიან დეტალურად გამოქვეყნდა და ჩვენ აქ უკვე ციფრები შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ რაოდენ ერთსულოვანი არის ამ ქვეყნის მოსახლეობა ამ კრიმინალურ პროცესთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს, ამ ქვეყნის თავისუფლებას, რა თქმა უნდა, რეჟიმის ტყვეების თავისუფლებასთან ერთად. ფართო და ერთიანი კამპანია დავგეგმავთ ეხლა არა მხოლოდ 8 პარტია, არამედ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი, საზოგადოებრივი და პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც უერთდება რეჟიმის არაღიარების პოლიტიკას და ჩვენთან ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ ადგილობრივ დონეზეც რეჟიმის ლეგიტიმურობას წყალი შეუდგეს, იმისთვის, რომ მოხდეს დემონტაჟი და ჩვენ ვხედავთ, რომ რეჟიმი სუსტდება, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანმიმდევრულად ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით. რეჟიმის სრული იზოლაცია და ჩვენ აუცილებლად ჩამოვშლით რეჟიმს, მივიღებთ თავისუფალ არჩევნებს და დავაფუძნებთ დემოკრატიულ რესპუბლიკას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პრინციპული ბრძოლა, არ თანამშრომლობა, ამ რეჟიმის სქემაში არ ჩაჯდომა. ეს არის მისვლა აქტიური მოქმედება ამ სპეცოპერაციის დღემდე ჩვენს ყველა მოქალაქემდე, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა დაბაში, ყველა ქუჩაზე. ჩვენი ბრძოლის გეგმა არის, რომ შევქმნათ ჯგუფები, რომლებიც პარტიებს შიგნით, პარტიებს გარეთ, არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ამას გააკეთებენ, ხალხის ამოძრავებას შეუწყობენ ხელს. იქნება ეს სხვადასხვა მანიფესტაციით, იქნება ეს მარშით, იქნება ეს ხალხთან მისვლით. ეს არის პროტესტის, კი, მშვიდობიანი, არაძალადობრივი, მაგრამ ძალიან პრინციპული პროტესტის ფორმა, რომ ხალხმა გაიგოს, რომ ამ რეჟიმთან თანამშრომლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. 19 ივლისს დაგეგმილ მსვლელობას უერთდებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, აქტივისტები, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინიც ბოიკოტის მომხრე არიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ ამ პროცესშიც მნიშვნელოვანია საზოგადოებამდე მივიდეს სწორი არგუმენტები და ეს ბოიკოტი არ იყოს უბრალოდ უმოქმედობა. ეგრეთ წოდებულ მთავრობასთან როგორ შეიძლება მოიგო არჩევნები. ატყუებენ, აშკარად ატყუებენ და ცდებიან ამაში თანახმოვარ ბოიკოტის. ოღონდ ბოიკოტიც ასე დავჯდეთ და ხმა არ ამოვიღოთ და არ მივდივართ არა. ყველას მივაწვდინოთ ხმა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ბოიკოტი. თქვათ და დავჯდეთ არა, ვიბრძოლოთ აუცილებლად. საინტერესო არა პოზიციას გამოხატავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი აზრი მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით ხვალ გახდება ცნობილი.